ესე იგი, ვაგრძელებთ შემოკარგო ადამიანებო. ჩვენ გვჭირდება ესეთი ლითონის როგორ არის ქართულად ბადე, რომელი ლითონის ბადის უჯრედი არის 2.5-2.5-ზე, შეიძლება იყოს 3-2.5-ზე ან 2-2.5-ზე, მაგრამ სტანდარტულად ესე გვასწავლიან, რომ გვჭირდება 2.5-2.5-ზე და რატო 2.5-2.5-ზე? ჩვენ ვიცით, რომ თივა მზე წვიმაზე მარტივად იწვება, იმტვრევა და ცვივა გარეთ და წლიდან წლამდე რომ მან თავისი როლი შეასრულოს, ამნაერთი ასე რომ ვთქვათ ლითონის ბადეში გრძნობს საუკეთესოდ თავს. შემდეგ ერთი ბუდისთვის არის საჭირო უნდა გადმოვზომოთ 2 მეტრა და 20 სანტიმეტრი, სადაც იქნება, უნდა გადავჭრათ, ამასაც გადავაფიქსირებთ მე როგორც ან ორი კაცი ვიქნებით, ერთი დაიჭერს ან პალოთი დავაფიქსირებთ. შემდეგ უნდა მოხდეს 86 სანტიმეტრის გადმოზომვა და აი ამ 86 სანტიმეტრზე უნდა მოხდეს იმ წვერის გადმოტანა, დაფიქსირება და დაბმა რამდენიმე ადგილას, რომ ეს რგოლი შეიკრა, სადაც იხვი უნდა შეძვრეს. ეს გამოვა დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი დიამეტრის ღრმული. შემდეგ დანარჩენზე ამას ვიდეო იმაშიც გაჩვენებთ, ასე რომ ვთქვათ, გაკვეთილშიც, მაგრამ ჯერ ავხსნით და დარჩენილ ტანზე 6-დან 10 სანტიმეტრის სისქეზე დავფენთ თივას მაღლა, ასე რომ ვთქვათ, და შემდეგ ამას გადავრგოლავთ, გადავალთ და ისევ ბოლო წვერზე რომ მივალთ, ისევ დავაბავთ და всё, ეს ბუდე გამზადებულია. ეხლა ეს ყველაფერი გავიაროთ რეალურად საქმეში როგორ ხდება. მოკლედ, ეხლა ჩვენ გავზომავთ 2 და 20 ესეთნაირად. და 20 გჭირდება. აი ბატონებო. ეხლა შეგვიძლია მაგრადლით გავჭრათ, ყველაფრით შეგვიძლია გავჭრათ, რითაც გაგვიხარდება. ეს არის ჩვენს ფანტაზიაზე აბსოლუტურად დამოკიდებული. ჩემ შემთხვევაში ბარგალკით გადავყვები. ეს როცა მარტო უმუშაობთ, მაშინ ნელ-ნელა შემოგვიერთდებიან ბიჭები. ყველაფერი კარგად იქნება ნელ-ნელა. შემდეგ 86. აი ეს არის 86. ხო, ეხლა ეს ჩვენ ავხსენით 86 სანტიმეტრი გადმოვზომეთ, წეხან კიდევაც ნახეთ და აი აქ უნდა მოხდეს ამისი ფიქსაცია. ეს ჩვენ შეგვიძლია მართულით გავაკეთოთ, შეგვიძლია სხვადასხვა რგოლები არსებობს 1000-ნაირი, მაგრამ არ არის მარტივი ამისი დაბმა და დამორჩილება. აი ევროპულ ვიდეოებს რო უყურებთ, იქ ნახავთ რამდენიმე რაღაც თაკეთებენ რა, მოკლედ. და არანაირი პრობლემა არ არის საერთოდ. რამდენიმეგან დააბავთ, რომ თავარია ეს რგოლი შეიკრას. აქ არის თავარი რგოლი. ახალს არაფერს არ ვაკეთებთ. ყველაფერი არის კარგად ნაცადი და აპრობირებული ვარიანტები.
და მაგის მიხედვით კეთდება ეს ყველაფერი ბატონოჩო. არაფერი ახალი და განსაკუთრებული. ეს მეთოდი ესე იგი 1918 წლიდან ასე რომ ვთქვათ დაიწყეს მსგავსი მეთოდის კეთება ამერიკაში და ნახეს რომ ძალიან დიდი შედეგი ჰქონდა. ამას. ჩატარდა უამრავი სახის კვლევა, როგორც ახასიათებს დაინტერესებულ და კვლევარ ადამიანებს, რა ჯობდა, როგორ ჯობდა, რანაირად ჯობდა და მივიდნენ ამ დასკვნამდე, რომ რა მეთოდითაც ჩვენ გავაკეთებთ, ის მეთოდი ჯობდა ყველაფერს. და ის ინსტრუქციები არ გვინდა პლასმასის ტრუბებზე აწყობა, არ გვინდა მსგავსი რაღაცები, ხე და მეტალი და თივა. ეს არის ძირითადი კომპონენტები, რითაც უნდა შემოვიფარგლოთ. ხე, მეტალი, რკინა. ეს არის ჩვენი ძირითადი ინსტრუქცია ბატონოჩი. რგოლი შეკრულია. ესე ცოტა დავამრგვალოთ ესა. იმაში უნდა შეძროს ჩვენი იხვუნია. ეხლა ჩვენ ერთი კაუჭით ეს დავაკავოთ დროებით აქ, რომ თივა გავშალოთ, კაცო. თივა გვაქვს გასაშლელი. ნახოთ აბა რამდენ სანტიმეტრიანი დიამეტრი მივიღეთ. ეს არის 25 სანტიმეტრი, სადაც ჩვენი ხუნია უნდა შეძრეს. და დანარჩენზე ეხლა ამაზე უნდა დავფინოთ თივა. იმიტომ რომ სისქემ ბევრი წაიღო და წერე არ დავიდა იქამდე, სანამდესაც საჭირო იყო. ცოტა თივა გვაქვს მეტი. აბა. მაგის მიზეზი და ხლა თავიდან გადავახვიოთ. აი ესეთნაირად. ხლა მე მგონი მივედით ნიშნულამდე, სადაც უნდა მივსულიყავით. ბატონოჩი. ეხლა ამას ესე აქ დავაბამთ და ეგ არის. ეს აქ ცოტა შრომა ტევათი რა. კი უწერია ელექტრო ხამუტებითაც კეთება. იმას არა აქ იმხელა გამოსხივება, რომ მომენტი ხო შეაშინოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ რა. მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ. აი ბატონო ჩემო, ესეთი არის ეს. ამეებს ჩაუკეცავთ ეხლა. აქ ზედმეტი რაც გვაქვს ამეებში.
ესეთნაირად ლამაზად ჩაუტენავთ. რიობი კონდეს. რომ ამაში შეძროს ჩვენი იხუკა და დაიბუდოს ლამაზად და გემრიელად. ამაში მე რა თქმა უნდა ისევ თივას ჩავფენთ, რომ შიგნით კვერცხები ჩადოს ლამაზად. ესეთი რაღაცა გამოდის. შემდეგ ესე უნდა ჩაუკეცოთ თუ ჩასამატებელია თივა. აი ახლა აქ გვჭირდება რომ ჩავამატოთ. უნდა ჩავამატოთ. აი ამაში. მაგალითად ცოტა სიშველი დაგრჩებათ. შემიძლიათ მე ჩავამატოთ. ამაში უნდა ვაბარტყოთ ჩვენი იხუკები. დაახლოებით მივიღეთ 30 სანტიმეტრი დიამეტრი. 5 სანტიმეტრი მეტი ნაკლები არ აუშავს, ნაკლები არ უნდა იყოს, მაგრამ მეც არ აუშავს, აი დაახლოებით 30-35 სანტიმეტრი უნდა მივიღოთ. და მივიღეთ კიდევაც. რა ბატონოჩი. ეს ერთი ბუდი. აი ესე გავაგრძელებთ და გავაკეთებთ. აი ესეთია მოკლედ ეს ჩვენი ბუდე. ესეთი არის მოკლედ ეს ჩვენი ბუდე. თავარი არის კიდე რა? თივა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ისეთი, რომ არ კონდეს მინაფსამი არც კაცს, არც ძაღლს, არც ტურას, არც კატას და არაფერს მსგავს, რადგან იხვი ფრთხება. ულტრაისფერ სხივებს გამოყოფს შარდი და იხვი ფრთხება. არ ეკარება ბუდეს. ეს გავითვალისწინოთ კიდე აუცილებლად. ერთად მოგროვებული მასალები. ბუდეები, რომლებიც ჩაიდგმება ამებში, ესე გამოიყურებიან ბატონოში. ეს ჯოხები არის მეტრა სიგრძის, მეტრა სიგრძის 50 სანტიმეტრი, სად როგორ გჭირდება იმის მიხედვით. ეს რკალები არის იმის დიამეტრის ნახევარმთვარეები, დაღუნული ალმატურა, 8 კვადრატი, ხელდღუნა, არ არის პრობლემა. ხო და ის ბუდეები ჩალაგდება ამაში. და მოხდება მარტივი ინსტალაცია ბუნებაში იხვებისთვის. გისურვებთ ყველას იგივეს კეთებას და ჩვენ ბევრს შევძლებთ თუ ყველა ჩვენთაგანი ამ საქმით დავკავდებით, ვისაც მეიხვეობაზე პრეტენზია აქვს და უბრალოდ უყვარს იხსენადიობა. ზოგი გაკეთებით, ზოგი გვერდში დგომით, ზოგი იმით, ზოგი ამით ერთმანეთს უნდა გადავეშველოთ და შევძლოთ ეს ყველაფერი. ინსტალაციასაც განახებთ ჯანდარიდან. თან ვისაუბროთ ამ რაღაცეებზე. ისე ძალიან დიდი ვიდეო გამოვა და ჯობია რომ მივაბად საუბრები აქაურობას. ესე იგი ახლა რა ხდება? მოკლედ, როდესაც გადაწყვიტეს ამისი გაკეთება, თავარი პრინციპი იყო რა. მოკლედ ბუნებაში დააგვირდნენ იხვებს რა. ხო და მათი წარმადობა ბუნებრივ პირობებში არ აღემატება 15 გაგლიჯე 20%. ანუ კრუხად დამჯდარი იხვიდან 15-20% გამოდის წარმატებული. დანარჩენი ფუჭდება ბუნებაში. ეს გაფუჭება ეხება რას? ეს
გაფუჭება ეხება იმას, რომ ან მტაცებელი სტაცებს უნგრევს ბუდეს, ან ბუდეზე იჭერს კრუხს, ან ჩვენ ვიცით, რომ წყლები ადიდებულია ზამთარში და მე იკლებს, ასე რომ ვთქვათ. ხო და შესაბამისად იყოს როდესაც წყალი იკლებს, ეს ბუდეები რჩება ძალიან შორს წყლის სანაპიროდან და სულ რო საქონელმა არ გადაჯეკოს ფეხით, ან მტაცებელმა არ მიაგნოს, სანამ მივა, ასე რომ ვთქვათ, წყლამდე გამოჩეკილი იხვის ჭუკები, მანამდე გზაში იჭერს 1000 ციდან მტაცებელი და 1000 პრობლემა არის, ასე რომ ვთქვათ რა. ხო, მტაცებელი როგორც ხმელეთის, ისე მფრინავი, ისე უნებლიეთ გაფუჭებული ბუდეები, ან პირიქით წყალდიდობა მოვიდა და ეს ბუდეები ზომიერ ზონაში, სადაც ჰქონდა გაკეთებული, პირიქით დატბორა და წყალში დარჩა და შესაბამისად პრობლემა შეიქმნა, ასე რომ ვთქვათ. და მსგავსი სხვა ბევრი ფაქტორი. ამიტომ ვერ აღწევს 15% მოკრუხებული იხვების წარმატება. შემდეგ მოიფიქრეს, რომ ბუნებრივად დახმარებოდნენ, ესე იგი რამდენიმე წყალსატევი გახადეს აბსოლუტურად სტერილური მტაცებლისგან. და მაგ შემთხვევაში ყველანაირი ხელშეწყობით ავიდნენ 35%-ზე. ავიდნენ 35%-ზე და მაინც ძალიან დაბალი ნიშნულია. ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ურბანულად ადამიანები განვითარდით, გავიზარდეთ, გავფართოვდით და აღარ რჩება იმდენი ადგილი წყალმცურავებს იხოს კონკრეტულად, რომ უზრუნველყოს თავის რეგენერაცია. აქედან გამომდინარე გახდა საჭიროება ხელშეწყობისა. და ერთ-ერთმა ისევ მონადირემ, თუ არ ვცდები, მოიგონა ეს მეთოდი, რომ მოდი ვცდი რა იქნება და რა წარმატება ექნება. და ეს როგორც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ესე რომ გააკეთ ან მიახლოებით ესე იმ გასულ საუკუნეში, ნახა რომ წარმატება ვიდა ძალიან დიდზე და მარტივად გეტყვით. მოკლედ ხო არის 15%-იანი, 20%-იანი მაქსიმუმ ბუნებრივ პირობებში, მერე მაქსიმალურად ხელშეწყობილს 35 და ესე ავიდნენ არც მეტი და არც ნაკლები 90-95%-ის ფარგლებში წარმატებას, რაც არის ძალიან დიდი ნიშნული, ძალიან კარგი ნიშნული, ასე რომ ვთქვათ. და რატომაც არ უნდა ვცადოთ ასე ბედიო და აღარც ინკუბატორები, აღარც არაფერი. ევროპაში მოკლედ ამ მეთოდით აკეთებენ ამ ყველაფერს და ძალიან წარმატებული პროექტები გამოსდით. როგვი ხარია და უყურებთ, რამდენი იხვი ყავთ და რამდენი ესხავთ და რამდენი ისხავთ. აი ესეთი ბუნებრივი, მაქსიმალურად ბუნებრივი ხელშეწყობით ხდება ეს ყველაფერი ბატონოჩო. არამნაირი ზედმეტი ხელოვნური ჩარევა ამ საქმეში. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ მეც გავაკეთო ამის აპრობირება ჩვენ ქვეყანაში, მოგიწოდოთ და გთხოვოთ ყველა თქვენთაგანს. წარმოიდგინეთ 10 დამჯდარი ბუდიდან 9-8 კრუხი გამოიჩეკება და 1 ან 2 გაცრუდება. როდესაც 10 დამჯდარი ბუდიდან პირიქით საშუალოდ 2 კრუხობა იყო გამართლებული და 9 ცრუდებოდა. ალბათ
ხვდებით მასშტაბებს, ხო? თუ რა მასშტაბებზეა ლაპარაკი. უკეთესობაზე. ხო და ჩვენი პოპულაცია შევქმნათ ჩვენ ქვეყანაში. მე ამისი მომხრე ვარ. უყავდეს ჩვენი პოპულაცია და არ ვჭირდეს საღრიტინო და საღლიცინო არც საგაზაფხულო ნადირობებზე სხვებისთვის და არც სხვა დანარჩენზე და ჩვენ ვაკეთოთ ჩვენ ჯუაზე ჩვენი ქართული საქმე და კაცური საქმე. აი მისი მომხრე ვარ მე და ამიტომ მე რომ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ეხლა არიან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ვინ დააყენებს მაგას და ბუტეზე დააკლავენ და სახლში ჭუჭულებს წეიყვანენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უამრავი შემაფერხებელი ფაქტორი არსებობს და კი ვეთანხმები ლოგიკაში, რომ მასეც შეიძლება მოხდეს ცოტა იმნაირი არანორმალური გაგების საზოგადოება გვყავს სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში. არ არის გამორიცხული, რომ მასეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ აბა გაიხსენეთ უბრალოდ ჩვენი ისტორია. ვინ გადაარჩენდა ხოლმე ამ ქვეყანას შეჭურების ჟამს 100,000-ობით მოქალაქე იდგა მოწოდების სიმაღლეზე თუ პირობითად 300 არაგველის იმედად ვიყავით, 9 ძმა ხერხეულიძის იმედად ვიყავით, ბიძინა და შალვა ჩოლოყაშვილების იმედად ვიყავით. გაიხსენეთ აბა სად გახსენდებათ გაერთიანებული ქართველი საზოგადოება ძირითადში, რომლებიც ცხოვრებას და ამ ქვეყნის ბედს წყვეტდნენ და მე წარმოიდგინეთ თქვენ სად გინდათ რომ იყოთ და ვის მხარეს გინდათ რომ იყოთ და ვის დანატოვარი ქვეყანა გინდათ რომ შეირგოთ, შეარგოთ და მომავალსაც დაუტოვოთ რამე. და მე ვისაუბროთ ესეთ ენთუზიაზმებს აქვს თუ არა აზრი ჩვენს ქვეყანაში, რომ საქმე ვაკეთოთ სწორად. მე მგონი აქვს აზრი. ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. ხო და გთხოვთ და მოგიწოდებთ ყველა თქვენთაგანს, რომ გავაკეთოთ. გაკეთებით არაფერი არ ფუჭდება, აი გაუკეთებლობით კი ბევრი რამე ფუჭდება. როდემდე უყუროთ სხვას, როდემდე უყლაპოთ ნერწყვი. რაც გამოვართვით ბუნებას, რაღაცა ფორმით დაუბრუნოთ უკან. ხო არის ეს ჩვენი მონადირული დაუწერელი კანონი. ხო და ბატონო, გავაკეთოთ. არავინ არ გვიშლის ხეს პირიქით. თუ შეგვაქებთ, თორე არავინ არ დაგვეხავს ამ საქმისთვის. დავაიც ვისაც შეგვიძლია ვაკეთოთ ეს საქმე. ზოგი ნადირს მოამრავლებს, ზოგი ფრინველს მოამრავლებს, ზოგი ადგილობრივ ფრინველზე იზრუნებს, ზოგი გადამფრენზე იზრუნებს. ხო და ასე აშენდება სოფელი. სხვის ხელში ყურებით არ შენდება სოფელი. ამისი დაორგანიზება ძალიან ძნელია, რომ ერთმა ადამიანმა ფართო მასშტაბები მიცეს და ფართო საზოგადოება მოიწვიოს ამ საქმეში. 1000 კითხვის ნიშანია და 1000 ფაქტორია. რამ შეიძლება გააძვიროს, რამ შეიძლება გააიაფოს წყალსატევის ხასიათის შესაბამისად მსგავსი პროექტი. ამიტომ ყველამ აკეთეთ და საქმე წინ წავა. და ყველაზე იაფად და ყველაზე დაუყვედრებლად ეგრე გამოვა. ეხლა იმნაირების გამოვლენ, რომ ჩემი ნაბარტყალი და
შეკილი იხვივენ უნდა მოკლასო. მაგრამ მაგნაირ კატეგორია საზოგადოებაზე აღარ საუბრობ და არაფერს აღარ ვამბობ. ვისაც მარტო თავისთვის უნდა და სხვისთვის არ ემეტება რა. მაგაზე ნახდათ ვერ ვისაუბრე. მე ხო ბუნებას გავუკეთე, მე ხო ბუნებას მივეცი. ბუნება ყველას თავის წელს შეახვედრებს. როცა კი ბუნებისთვის მიიცლი. აი არის მთავარი. ხო და თუ არა და ყველანი ამ ქვეყნის შვილები არა ვართ. თუ არა და ყველა ძმები და დები არა ვართ. ჩემი შენი რას ქვია კაცო. ადექი და უბრალოდ აკეთე საქმე რა ის დალოცვილი. კეთილი საქმე, კაცური საქმე. ვაჟკაცური საქმე აკეთე. ხოდა როგორ არის იმის წუწუნში რომ გაზაფხულზე მართვალს დათესავ მიწაში შემოდგომამდე რა მოიცვისო რომ ვიწუწუნოთ. რამე მოგცვლიათ შემოდგომაზე ასეთი ფიქრებით. არა ხო? უფრო ისეთი ფიქრებით მოგცვლია რომ გავჯილ ვართ, დავლოდები ვართ, მოგვირწყვია, მოგვიხვნია, მიგვიხედნია და ნაყოფიც მიგვიღია. ასე რომ მოგიწოდებთ ისევ და ისევ ამისკენ. სუისი გაკეთებული მოგწონს, გვიყვარს. მაგრამ ჩვენც როცადოთ არა და შემოქმედებითი ნიჭით დავაჯილდოვა. მამაზე ცერმა ყველა ჩვენთაგან შეგვიძლია კეთება და შვენება. ეგ არის ჩვენი მთავარი ნიჭი და ღირსება. როდესაც არის ნათქვამი რომ ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა. აი ზუსტად ეგ ხატება და მსგავსება არის. ნაგულისხმები რომ შემოქმედებითი უნარი კეთებისა და შექმნის უნარი არის ის ხატება და მსგავსება, რაც მიგვამსგავსებს ღმერთს. ეგ არ უნდა დაგვავიწყოთ. მოკლედ, საერთო ჯამში გავამზადეთ ესეთი ჩხირები, ჯოხები თავისი ტანებით, ტანით, რაშიც ჩაიდება ბუდე და აგერ კიდე დასარჭმელი ტრუბები გვაქვს, რომლებსაც დავარჭობთ. მერე ჩავდგავთ ამეებს თავისი სადგარებით და კიდე ეს შეგვიძლია ავწი-დავწიოთ წყლის დონის ამბავი თუ სხვადასხვა გვექნება და აუცილებლად სხვადასხვა იქნება. ხო და დანარჩენს ამ მონტაჟის ამბებსაც ყველაფერს განახებთ და შემოგთავაზებთ. ძიმი არტილერია. ხო, ეგ გრუზა, რომელიც უნდა ეგენი ახლა ყველაფერი ის უნდა კონტეინერში მივზიდოთ გიო. ხო, ეს ყველაფერი კონტეინერში უნდა წავიღოთ. მოკლედ ესეთი რაღაცაა რა. აი მაშ ჩაიდება ის ჩვენი გაკეთებული ბუდე. ავადროებით და დანარჩენსაც შემოგთავაზებთ უკვე ადგილზე ჯანდარიდან შემოგთავაზებთ.